გამარჯობა, მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო. მოდით ნახოთ როგორი იქნება ამ კვირის 20-24 წლის ბოლო კვირის ენერგიები. სულ გვაქვს ორი ვარიანტი. გთხოვთ ჩაიფიქროთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და დავიწყოთ. როგორი იქნება კვირის ენერგიები. პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი ძალიან საინტერესოა, მაგი. ეს არის ენერგიის, ძალის კარტი, ენერგია, რომელიც არის თქვენში, სხივი, მუხტის კარტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალა თქვენ ხელშია, თქვენ შეგიძლიათ რეალობად აქციოთ ყველაფერი ის, რასაც ჩაიფიქრებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ ყველანაირი უნარი, ყველანაირი თვისება, რაც სჭირდება თქვენი მიზნების და თქვენი ჩანაფიქრების ასრულებას. ეს არის საოცრად პოზიტიური კარტი, სადაც თქვენ უნდა ირწმუნოთ თქვენი ძალების, თქვენი შესაძლებლობების, თქვენი ენერგიების და უნდა გაითავისოთ, რომ ძალა თქვენ ხელშია, შესაძლებლობების ზრო დადგა, უნდა აივსოთ აი ამ ენერგიით, აი ამ შემართებით და აუცილებლად გამოგივათ თქვენი ჩანაფიქრები. რაც შეეხება მეორე ვარიანტს. დაბრუნოთ ეს კარტი. მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტსაც ძალიან პოზიტიური კარტი ამოუვიდა. ესეც არის ერთგვარი სურვილის ასრულების კარტი, სადაც თქვენ უკვე სისრულეში მოიყვანეთ თქვენი ჩანაფიქრი და ახლა შეგიძლიათ ამ ყველაფრით დადგეთ. ეს არის ვიზუალურადაც ძალიან სასიამოვნო კარტია. ეს არის ნადიმი, დღესასწაული, თავკრილობა. ამ კარტზე ასახულია ხუთივე შეგრძნება, ანუ რაც არის მხედველობა, ყნოსვა, გემო, სმენა და შეგრძნებების დონეზე. ყველაფერი აი ამ ხუთივე შეგრძნებებით თქვენ იქნებით კმაყოფილი და ყველანაირად ისიამოვნებთ შექმნილი მდგომარეობით. ანუ ეს არის დრო აღნიშნის, ნადიმის, კეიფის, დღესასწაულის, კომფორტულ გარემოში საყვარელ ადამიანებთან სიამოვნების კარტია. ანუ ძალიან დადებითი კვირა იქნება ორივე შემთხვევაში. პირველ ვარიანტის შემთხვევაში ეს უფრო საკუთარ ძალებს ირწმუნებთ და მოგეცემათ საშუალება, რომ თქვენი ჩანაფიქრები რეალობად აქციოთ და მეორე შემთხვევაში უკვე შექმნილი ვითარება იქნება თქვენს გარშემო ისეთი, რომ თქვენ უნდა დატკბეთ, ასე ვთქვათ, მთელი წლის შედეგებით და საზეიმოდ გექნებათ საქმე. ანუ თქვენი განწყობა იქნება საზეიმო და სიტუაცია იქნება საზეიმო. დიდი მადლობა. აი ესეთი საინტერესო ორი ვარიანტი გქონდა. ნახვამდის.